მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტზე მეორევადით არჩევიდან 5 წელი შესრულდა. 2008 წლის 5 იანვარს საქართველოში რიგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც წინ 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მასშტაბური საპროტესტო აქციები უძღოდა. 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ პრეზიდენტი თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგა, თუმცა 5 იანვრის არჩევნებში ოფიციალური ინფორმაციით კვლავ მიხეილ სააკაშვილმა ხმების 53%-ით გაიმარჯვა. როგორ აფასებენ პიარის სპეციალისტები და მედია ექსპერტები პრეზიდენტის მუშაობის ბოლო 5 წელს? ლურიძე და გიორგი ბაზალიკი ამბობთ. მიხეილ სააკაშვილის ამ დროისთვის ბოლო პოლიტიკური გამოსვლა საახალწლო მილოცვაა, სადაც ის ხელისუფლებას 5 პუნქტიან გეგმას თავაზობს. ეს განცხადება მან ისევ პრეზიდენტის, თუმცა პარალელურად ოპოზიციის ლიდერის რანგში გააკეთა. 5 წლის წინ კი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად მეორევადით ხმების 53.47%-ით აირჩიეს. 2008 წლის არჩევნებს წინ ნოემბრის აქციები, იმედის დარბევა და დაძაბული პოლიტიკური პროცესები უძღოდა. მაშინ პრეზიდენტი ვადაზე ადრე გადადგა. არჩევნებიდან რამდენიმე თვეში მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რასაც რუსეთს საქართველოს ომი მოჰყვა. 2009 წელს თბილისში ისევ გამოსვლები დაიწყო, პარალელურად პოლიტიკოსები თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებოდნენ, რომელიც 2010 წელს ისევ ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებით დასრულდა. მაისში კვლავ დაიწყო აქციები ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც 26 მაისს მსხვერპლი მოჰყვა. პოლიტიკურ ასპარეზზე ქართული ოცნების გამოჩენისა და არჩევნებში წარმატების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ისევ ოპოზიციის ლიდერად იქცა. ძვირფასო თანამემამულენო. საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების დაჯავების შემდეგ აშკარაა, რომ ამ არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა ქართული ოცნების კოალიცია. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა და მთავრობამ კონსენსუსს გენშტაბის უფროსისა და ელჩების შეცვლასთან დაკავშირებით მიაღწიეს, თუმცა ამნისტიის კანონზე შეთანხმება ვერ შედგა. აიღოს პასუხისმგებლობა პარლამენტმა, რომ პედოფილებს უშვებს გარეთ და უშვებს სახელმწიფო გადამტრიალებლებს და უშვებს რუსეთის ჯაშუშებს. მაგრამ მე ნამდვილად საღაზრდოდ ამას არ მოვაწერ ხელს. განვლილი 5 წლის გამო ოპოზიცია პრეზიდენტს აქტიურად აკრიტიკებს, თუმცა მის მმართველობაში რამდენიმე წარმატებულ საქმიანობასაც ხედავს. დადებითი მე ვთქვი, რომ ეს არის მასობრივი კორუფციის დამარცხება, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოება და საქართველოს სახელის ცნობადობის უფრო ფართო ასპარეზზე. გატანეთ ამაში ხარჯებდა უამრავი ათეულობით ასეული მილიონი ლარი ევროპის და ამერიკის მედია საშუალებების საქართველოს გაცნობისათვის. ეს იყო ის სამი რამე, რასაც მე დადებითად აღნიშნავ, მაგრამ იმდენად ცოტაა ეს დადებითი უარყოფითი მიმართებაში, რომ დარწმუნებული ვარ, არათუ ისტორია, არამედ დღევანდელობაც მის მოღვაწეობას უარყოფითად განჭის. დადგება დრო და აბსოლუტურად მიუკერძოებლად ისტორიკოსებიც და ქართული საზოგადოება შეაფასებს ძალზე დადებითად პრეზიდენტი სააკაშვილის პერიოდს. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები აღნიშნავენ, რომ ჯერ მისი საპრეზიდენტო ვადა არ ამოწურულა. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ამ ვადის გასვლამდე სააკაშვილი კიდევ მოასწრებს რამდენიმე მნიშვნელოვანი იდეის განხორციელებას. თავად პრეზიდენტს საკუთარ კარიერაში ყველაზე დიდ საქმედ ახალი ქალაქის ლაზიკის მშენებლობა მიაჩნდა. სახელმწიფოს აღმშენებლობის თვალსაზრისით პირველად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში დაიწყო სახელმწიფოში ბიუჯეტის შევსება გადასახადების აკრეფის გზით. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში პოლიციამ დაიწყო ბრძოლა კრიმინალთან და არამეგობრობა კრიმინალთან და შესაბამისად კრიმინალის დონე საგრძნობლად დაეცა ქვეყანაში და ცხოვრება გახდა ქუჩებში და დაწესებულებებში უსაფრთხო. პირველად ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში შეიძლება გემოვნებაზე დაუსრულებლად ვიდაოთ, ვის რომელი შენობა მოსწონს და ვის არა, მაგრამ დაიწყო აბსოლუტურად ახალი პოსტ საბჭოური საბჭოთა წარსულთან არაფერი საერთოს არ მქონე აღმშენებლობა ქვეყანაში, ახალი შენობები, ახალი და ძალზე ძვირადღირებული და ძალზე სოლიდური ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს ყველაფერი არის სახელმწიფოს აღმშენებლობა. პიარის სპეციალისტებს მიხეილ სააკაშვილის მთავარ უპირატესობად მისი კომუნიკაბელურობა და საზოგადოებასთან ხშირი ურთიერთობა მიაჩნიათ. 5 წლის განმავლობაში ბატონი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით. ძალიან უხეშად რო ვთქვა, ფაქტობრივად არ გაჩერებულა, მათ შორის ომის დროსაც, პოლიტიკური კრიზისების დროსაც
სააკაშვილი მოკლედ ყოველთვის იყო მოსახლეობასთან რაღაცებს ხალხში გასვლები ეს ინტენსიური გახადა ასეთი ინსტრუმენტების გამოყენება. თუმცა აი ზოგადად რო შევაფასოთ თელი ეს 5 წელი, ხო? ამ პერიოდის ბოლოსთვის სავარაუდოდ შეიძლება ისევ და ისევ ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილი უკვე აღარ იყო ყოველას პრეზიდენტი, როგორც იყო ის საკუთარი მოღვაწეობის დასაწყისში. იყო მისი მომხრეების პრეზიდენტი. საზოგადოებასთან ურთიერთობასა და მათ გადაბირებას სააკაშვილი ხშირად მედიის ხარჯზე ახერხებდა. ასე მედია ექსპერტი ია ანთაძე ფიქრობს. ის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ მონიტორინგის შედეგებს იხსენებს, როდესაც ნაციონალურ არხებზე პრეზიდენტს ეთერში ყველაზე მეტი დრო ეთმობოდა. ფაქტობრივად მიხეილ სააკაშვილის მიზანი იყო ის, რომ ის მედია, რომელიც მიეწოდებოდა მთელ ქართულ მოსახლეობას, საქართველოს მოსახლეობას და ის მედია, რომელიც რეალურად ახდენდა გავლენას საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკურ გემოვნებაზე, ყოფილიყო მისგან კონტროლირებული და მისი გუნდისგან კონტროლირებული. ეს იყო მთავარი ტენდენცია მონიტორინგებმა, რომლებიც ჩატარდა ტელევიზიების მიმართ, დაადასტურა, რომ პრეზიდენტის მიმართ დადებითი ტონი იყო ძალიან მაღალი პროცენტი, ის რომ მთავარი თემა იყო სწორედ პრეზიდენტი და მისი ვიზიტები რეგიონებში, მაგალითად წინასაარჩევნო წინასაარჩევნო კამპანია პრეზიდენტობისთვის რამდენიმე თვეში დაიწყება. არჩევნები ოქტომბერშია დანიშნული. სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი უკვე მესამედ ვეღარ გახდება. ქვეყნის მომავალ ლიდერს არც სააკაშვილის მსგავსი უფლება და ძალაუფლება ექნება. სააკაშვილისვე ინიციატივით კონსტიტუციაში შესული ცვლილებები მომავალ პრეზიდენტს ფორმალურ მმართველად აქცევს.